მოგესალმებით. დღეს ჩვენი ტვინის სიჯანსაღეზე ვისაუბრებთ. გვინდა გავიგოთ, როგორ შევინარჩუნოთ ის კარგ ფორმაში, ნეირომეცნიერ ვენდის სუზუკის იდეების მიხედვით. მიზანია, როგორც თვითონ ამბობს, მივახციოთ დიდ მსუქან ფუმფულა ტვინს, რაც რეალურად ნიშნავს ძლიერ და კარგად მომუშავე ტვინს. ზუსტად. და ჩვენ ვეცდებით, რომ აქედან პრაქტიკული რჩევები გამოვიტანოთ. მეცნიერულად დასაბუთებული, რა თქმა უნდა. ძირითადად ვისაუბრებთ ტვინის შეცვლის უნარზე, ანუ პლასტიკურობაზე, მერე ვარჯიშის ეფექტებზე, მეხსიერებაზე და ცხოვრების სტილზე. აღმოაჩენთ, რომ თქვენს ხელშია მართლა დიდი ძალა, რომ საკუთარ ტვინზე იზრუნოთ. ხო, დავიწყოთ მაშინ ამ პლასტიკურობით. ეს ხომ შედარებით ახალი მიდგომა. ადრე სხვანაირად ფიქრობდნენ, არა? კი, ადრე ეგონათ, რომ ზრდასრული ტვინი ფაქტობრივად აღარ იცვლებოდა. წყაროში ნახსენებია მერიენ დაიმონდის ექსპერიმენტი ვირთხებზე. გახსოვთ ალბათ, გამდიდრებულ გარემოში რომ ყავდათ. კი, ანუ იმ ვირთხებს, ვისაც მეტი სტიმული ჰყონდათ, სათამაშოები და ასე შემდეგ. ზუსტად. მათ ტვინის ქერქი გაუსქელდათ იმათთან შედარებით, ვინც, ცარიელ გალიებში ისხდნენ. და ეს ადამიანებზეც ვრცელდება, ლონდონის ტაქსის მძღოლების კვლევაც არის ნახსენები. დიახ, ელეანორ მაგუაირის კვლევა. ვინც იმ რთულ გამოცდას აბარებდა ქალაქის ქუჩების ზეპირად ცოდნაზე. Knowledge, თო? ხო, მათ ფიზიკურად ეზრდებოდათ ჰიპოკამპუსის ნაწილი. ეს ის უბანია, რომელიც ნავიგაციაზე და ახალი ფაქტების დამახსოვრებაზეა პასუხისმგებელი. ანუ ფაქტობრივად ტვინის შიდა GPS-ი და არქივი ერთად. დიახ, შეიძლება ასეც ითქვას. ინტენსიურმა სწავლამ პირდაპირ შეცვალა ტვინის სტრუქტურა. გასაოცარია, რასაც ვაკეთებთ პირდაპირ მოქმედებს ტვინის ფორმაზე. მაშინ თუ ტვინს ასე შეუძლია შეცვლა, როგორ დავეხმაროთ მას? ვარჯიშზეა დიდი აქცენტი. რატო მაინც და მაინც ვარჯიში? იმიტომ რომ ვარჯიში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია. ჯერ ერთი განწყობას აუმჯობესებს, სეროტონინი, დოფამინი, ესენი გამოიყოფა. ხო, ეგ ცნობილია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ასტიმულირებს ზრდის ფაქტორებს. ეს ფაქტორები კიდევ პირდაპირ ეხმარება ახალი ნერვული უჯრედების, ნეირონების, დაბადებას და გადარჩერას. თან, სად? ჰიპოკამპუსში. ანუ სწორედ იმ ნაწილში, რომელიც მეხსიერებისთვის არის მნიშვნელოვანი. დიახ. ეს ერთ-ერთია იმ იშვიათი უბნებიდან, სადაც ზრდასრულ ასაკშიც კი ახალი ნეირონები ჩდება. ფაქტობრივად, თქვენ აშენებთ თქვენს მეხსიერების ცენტრს. ესე იგი, ვარჯიში პირდაპირ ინვესტიციაა მეხსიერებაში. ის კვლევაც გამახსენდა 65+ ადამიანებზე, კვირაში 3-ჯერ სიარული, რომ ამცირებდა დემენციის რისკს. 30%-ით, დიახ. ამიტომ ამბობს სუზუკი, ოფლის ყოველი წვეთი ითვლება. მეტი აერობიკა, მეტი სარგებელი. განწყობა, მეხსიერება, კონცენტრაცია, ყველაფერი უმჯობესდება. ზუსტად, და მარტო ჰიპოკამპუსს არ ეხება. პრეფრონტალური ქერქიცაა ტვინის დირექტორი. გადაწყვეტილებები, ყურადღება, ისიც ძლიერდება. ერთი ვარჯიშის მერეც კი ფოკუსირება უმჯობესდება. დროებით, ამიტომ გრძნობთ ხოლმე, რომ ვარჯიშის მერე თავი უკეთ გიმუშავებთ. გასაგებია. მოდი მეხსიერებაზეც ვქვათ. ბევრი ამბობს, ცუდი მეხსიერება მაქვს. მაგრამ ეს ხომ ერთი რაღაც არ არის. არა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სისტემაა. არის დეკლარაციული მეხსიერება, ფაქტები, მოვლენები. ამაზე ჰიპოკამპუსია პასუხისმგებელი. არის მოტორული უნარჩვევები. ველოსიპედი რომ ისწავლე, აღარ გავიწყდება. ეს სტრიატუმს უკავშირდება. და მუშაო მეხსიერება, ტელეფონის ნომერი რომ დაიმახსოვრო ცოტა ხნით. ეს პრეფრონტალური ქერქია. და როგორ გავაუმჯობესოთ დამახსოვრება? წყაროში 4 ფაქტორია. კი, პირველი გამეორება. კლასიკა, რაც მეტს იმეორებ. მეორე, ასოციაცია. ტვინი კავშირებით მუშაობს. ახალი ინფორმაცია თუ დააკავშირე იმასთან, რაც უკვე იცი, ბევრად ადვილია. მეხსიერების სასახლეც ამაზეა აგებული. მესამე სიახლე. ხო, რაღაც ახალი და მოულოდნელი უკეთ გვამახსოვრდება, ყურადღებას იქცევს? ზუსტად. და მეოთხე, ალბათ ყველაზე ძლიერი ემოციური რეზონანსი. ანუ ძლიერი ემოციები, კარგიც და ცუდიც. დიახ, ის მომენტები, რომლებმაც ძლიერად იმოქმედა ჩვენზე, ყველაზე კარგად გვახსოვს. აქ ამიგდალა ერთვება, ემოციური ცენტრი. ის ჰიპოკამპუსთან ერთად მუშაობს და თითქოს ნიშნავს ამ მოგონებებს როგორც მნიშვნელოვანს. გასაგებია. ვიცით, რა აძლიერებს ტვინს.
ახლა ვთქვათ, რა ვნებს? ხო, ეგეც მნიშვნელოვანია. წყარო რამდენიმე რამეს გამოყოფს. ერთი მხრივ ეს არის, უმოძრაობა და ბევრი გადამუშავებული საკვები. ეს ზოგადად ცუდია ორგანიზმისთვის და ტვინისთვისაც. მეტაბოლიზმს აფუჭებს, ხო? დიახ. მეორე ჯგუფი, ასე ვთქვათ, ტვინის მოულის დარღვევა. უძილობა. ძილში ხომ ხდება მეხსიერების დახარისხება და ტვინის დასუფთავება. კი, ზუსტად. მეხსიერების კონსოლიდაცია და ნარჩენებისგან გაწმენდა. ამის შეფერხება ძალიან ცუდია. იგივე კატეგორიაშია მოწევა, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ესეც ძილს არღვევს. და ქრონიკული სტრესი. მარტოობაც ახსენეს მგონი, სოციალური იზოლაცია. დიახ, სოციალური კავშირის ნაკლებობა სტრესს ზრდის. სოციალურ მედიაზეც არის საუბარი, ოღონდ მის გადაჭარბებულ გამოყენებაზე. ზოგი კვლევა უკავშირებს შფოთვას, დეპრესიას, რეალური ურთიერთობების ჩანაცვლების რისკს. სულ დოფამინის სტიმულაცია ნამდვილი კავშირის გარეშე. ერთგვარად, კი. პოზიტიურ ფაქტორებზე რას ამბობს წყარო? მოკლედ, არის ნახსენები გონებამახვილობა, ანუ mindfulness და მედიტაცია. ესენი აძლიერებს პრეფრონტალურ ქერქს, ყურადღებას, სტრესის მართვას, თუნდაც უბრალოდ ღრმად სუნთქვა ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ის მომენტიც ძალიან შთაბეჭდავი იყო ინტერვიუერს, რომ ნამდვილი ადამიანის ტვინი ეჭირა ხელში. ბეტი. ხო, წარმომიდგენია რა შეგრძნება იქნებოდა. გეჭიროს ის, რაც მთელ პიროვნებას, მოგონებებს, ყველაფერს მოიცავდა. რაღაცნაირად ფიზიკურად გაგრძნობინებს პასუხისმგებლობას საკუთარ ტვინზე. ნამდვილად. და ეს კარგად აჯამებს მთავარ სათქმელს. ჩვენი ყოველდღიური არჩევანი. რას ვჭამთ, მოძრაობთ თუ არა, როგორ უმკლავდებით სტრესს, ვინარჩუნებს თუ არა კავშირებს, ეს ყველაფერი პირდაპირ აყალიბებს ჩვენს ტვინს. და რაც მთავარია, არასდროს არის გვიან, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ რაღაცები. და ბოლოს მოდით ასეთი კითხვა დავსვათ წყაროზე დაყრდნობით, მაგრამ ცოტა პირადულიც. თუ გავითვალისწინებთ, რომ თუნდაც ერთი გასეირნება, ან რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა სტრესის დროს, ფიზიკურად ცვლის თქვენს ტვინს უკეთესობისკენ. რა ერთი პატარა კონკრეტული ცვლილების შეტანას დაიწყებდით დღეიდანვე. იმის ცოდნით, რომ ეს პირდაპირ ინვესტიციაა თქვენს მომავალში. თქვენს უნარში ისწავლოთ, დაიმახსოვროთ, იყოთ კონცენტრირებული და იცხოვროთ სრულფასოვნად.